გვაქვს გიორგი კორნაპელის საღამო. გიორგი კორნაპელი იყო პირველი სვირის მაცხოვრებელი, მწერალთა კავშირის წევრი და გენიალური პოეტი. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ სოფელში, ჩვენი თაობის მიერ იმდენად არ იყო პატივმიგებული და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ პატარა თაობას, შემდეგ ჩვენ მომდენო თაობას, ეს თაობა გაცნობოდა გიორგი კორნაპელის შემოქმედებას და თაობიდან თაობას გადაცემოდა ასეთი ბუმბერაზე ადამიანის შემოქმედა, რომ სოფელს ყავს პოეტი, რომელიც არა მარტო ზესტაფონის და სვირის საამაყო ადამიანი იყო, არამედ სრულიად საქართველოსი. კორნაპელი ეს არ არის მისი სახელი, ის არის კაპანაძე, მაგრამ აქ როდესაც კორნაპის ერზე მან აღმართა ჯვარი, გამოეცხადა და ამ გამოცხადების შემდეგ აღმართა ჯვარი და ფსევდონიმად 62 წლის ასაკში დაითქვა მან კორნაპელი. პირველი სვირის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრამ გადააწყვიტა, რომ ერთ-ერთ აქტიობად კათედრაზე გაგვეტანა გიორგი კორნაპელის საღამოს ჩატარება, რომელიც მთელი კათედრის წარმომადგენლებმა ეს იდეა მოიწონეს და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ აი ამ კათედრის წარმომადგენლებით პირველი მეოთხე კლასის მოსწავლეებით ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება, რომ ამ პატარა თაობამ ისწავლეს, გაეცნენ აი ასეთ რთულ პოეზიას, როგორც გიორგი კორნაპელის პოეზია არის, არამიწიერი, ის რეალური აღქმაში არ არის და ამიტომ ესეთი რთული პოეზია ამ ბავშვებმა ძალიან კარგად შეისწავლეს. ჩვენ გადავწყვიტეთ მის ეზოში გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, გაგვიახლებია მისი ეზო, როგორც ეს გიორგის დროს იყო. გავაკეთეთ თითქოს გიორგის მარანი, ფაცხა, შევძინეთ სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე მის ეზოს და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კორნაპელის პოეზია ძალიან რთული და ძნელა დასაქმელია იმ ასაკის ბავშვებისათვის, რომელმა ბავშვებმაც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი და ისინიც გახდნენ დღევანდელი დღის თანამოზიარენი და ყველა სიხარულს მათი სიხარულით შეუერთდა. გამოსწორებელმა რა გითხრა, გიორგი კორნაპელის საღამოზე დაგასწრებთო, მე ძალიან გამიხარდა, დიდი სიხარულით მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი პოეტი იყო და ძალიან კარგ ლექსებს წერდა. მე ვისწავლე ლექსები, სიტყვები და ძალიან დიდი და კარგი ინტერესით გავაკეთე ეს. მის ლექსებს ყოველთვის სწავლობდი, როდესაც მაძლევდი ლექსებს, არ შეიძლებოდა რომ არ მესწავლა. მისი შემოქმედება არის ძალიან კომპლექსური, საინტერესო, საკმაოდ ტევადი და მე ვიტყოდი, რომ აი ორი სიტყვა, ორი ტერმინი არსებობს მისი შემოქმედების შეფასებისთვის. ერთი ეს არის ორიგინალური და თვითმყოფადი, მე ვიტყოდი თვითმყოფადი და მეორე ეს არის სერიოზული. მისი სერიოზულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მას მართლაც ფილოსოფიური მიდგომა აქვს სამყაროს მიმართ, ადამიანის მიმართ და მთლიანად კოსმოსის მიმართ. აი მე გულისხმობ ახლა კოსმოსი, იგულისხმება არა თქვათ ისაც პლანეტები და ის არის, არამედ კოსმოსი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, უნივერსუმი. აი ამის მიმართ მას აქვს საოცრად ღრმა და სერიოზული დამოკიდებულება და მისი ლექსი, აი თუ შოთა რუსთაველის კლასიფიკაციას მივმართავთ, როგორც შოთა ახდენს პოეზიის კლასიფიკაციას, არის პირველი ლექსი, რომელზეც შოთა საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის სიბრძნის დარგიო, პოეზია როგორც სიბრძნის, ანუ ფილოსოფიის დარგი. აი ეს არის გიორგი კორნაპელის პოეზია ძალიან მოკლედ და ახლა საბოლოო ჭეშმარიტება რომ ვთქვათ გიორგი კორნაპელზე, ალბათ ამას სჭირდება კომპლექსური და ხანგრძლივი კვლევა მისი შემოქმედებისა და სხვათა შორის, ვინც ამას დააპირებს, მას ნამდვილად საინტერესო და ბევრი საქმე ელის. აი ეს არის ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენმა ბიბლიოთეკამ, როდესაც გამოსცა ქართული ლიტერატურის პარნასი, ეს არის რუკა, ლიტერატურული რუკა საქართველოში 724 მწერალი და პოეტია, იაკობ ცურტაველიდან დღემდე, გარდაცვლილების იგულისხმება, ცოცხლები არ დაგვიტანია და გიორგი კორნაპელის ადგილი აქ არის ამ რუკაზე. ჩვენ გვაქვს მისი წიგნები. გიორგი არ არის ჩვეულებრივი პოეტი. ეს პოეტი არის განსაკუთრებულად გამორჩეული შემოქმედი ქართულ პოეზიაში. მან შექმნა ისეთი პოეზია,
რომლის პრეზენტები უბრალოდ ძალიან აი თითებზე ჩამოსათვლილი არის. ეს არის ენიგმატური პოეზია, მისტიკური, მეტაფიზიკური და იმდენად ღრმა სულიერი პოეზია, რომლის აი შესაძლებელს უბრალოდ მე-20 საუკუნის პოეზიაში ძალიან იშვიათი არის. აი ძალიან საუკეთესო პოეზია ვთქვათ გაკეთებული. ამකაც მე ამას თავიდანვე ვატყობდი, რომ ეს ამისკენ იყო ზუსტად აი ასეთი პოეტური ნატურა იყო ეს. გესმის, ამან კლასიკურ სიმაღლეზე აიყვანა ქართული მისტიკური აზროვნება, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო ქონდა ტერენტი გრანელს, ქონდა ეს მისტიკოსი იყო ტერენტი გრანელი, თვითონ ძალიან უყვარდა ტერენტი გრანელი. გალაქტიონის შემოქმედებაში რა თქმა უნდა ეს ენიგმატური და რთული ხატოვანება დაწყებული და გიორგი ამის გაღრმავება შეძლო, როგორ გითხრათ ახლა, ფაქტობრივად მიიყვანა უკიდურეს კონდიციამდე. აი ამით არის ის განსაკუთრებულად გამორჩეული და კლასიკურ სიმაღლეზე არის აყვანილი მისი ესეთი ენიგმატური პოეტური აზროვნება.